ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია ტაო კლარჯეთი გაიხსნა. ასამდე ქართულ მეცნიერთან ერთად კონფერენციაში უცხოელი მკვლევარების მონაწილეობენ, რომლებიც ტაო კლარჯეთის საკითხებზე მუშაობენ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე გამოფენის გახსნა. კონფერენციის მონაწილე ქართული და უცხოელი ხელოვნებათმცოდნეები ასევე წარმოადგენენ იშხნის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტსაც. კონფერენცია 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. უკვე მეორედ იმართება ასეთი საერთაშორისო კონფერენცია ტაო კლარჯეთი, რომელიც ეძღვნება ძალზე საინტერესო სამეცნიერო კუთხითაც და სხვა მხრივაც ძალზე საინტერესო რეგიონს ტაო კლარჯეთს. მასში ამჯერად მონაწილეობას იღებს პრაქტიკულად თითქმის ყველა მეცნიერი, რომელიც კი ამ რეგიონზე ინტენსიურად მუშაობს. მისასალმებელია, რომ ნელ-ნელა იზრდება ჩვენი თურქი კოლეგების რიცხვიც, რომლებიც ინტერესდებიან ამ რეგიონის ისტორიით, არქიტექტურით, ცხოვრებით და ასე შემდეგ. ეს მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული მხარე გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისი წარსულით, ისტორიით და მისი კვლევის შედეგები, რომელიც დღეს იქნება წარმოჩინებული ამ კონფერენციაზე, გამოყენებული იქნება არა მხოლოდ მომავალი კვლევების დაგეგმისათვის, არამედ სასწავლო პროცესში ამ მასალების გამოყენებისათვის ჩვენი ახალგაზრდობისათვის. მოამბე დასრულებულია, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და პირდაპირ ეთერში ზუსტად 16 საათზე